მოდით ვილაპარაკოთ გოიმობაზე. ასე მგონია, რომ საქართველოში ძალიან აქტუალური თემაა. ანუ ვიღაცები თვლიან, რომ შეუძლიათ, რომ ვიღაცას უწოდონ გოიმი და რითი განისაზღვრება გოიმობა? ანუ მე მაგალითად ძალიან ხშირად მსმენია ჩემს, რომ მე ვარ ძალიან გოიმი და რითი ვარ გოიმი? ნუ მართლა ვარ გოიმი. არა იგება და ვარ და მითხარით რა. ანუ შლაპა? ვითომ? მე მაგალითად მგონია, რომ აი გოიმობაზე ლაპარაკი და ვიღაცისთვის თქვა, რომ აი გოიმია, ეგ არის გოიმობა. ოღონდ ეს მე მგონია, შეიძლება ვცდები. ჩაცმულობაზე ისიც ვიცი კარგად, რომ არსებობს სხვადასხვა სტანდარტები, ხო? არსებობს რაღაცა თბილისური სტილი, არსებობს პარიზული სტილი, არსებობს ევროპული, არსებობს იაპონური, არსებობს, მილიონნაირი რაღაც არსებობს და რადგანაც ამ ბოლო პერიოდში ძალიან მოდაშია, რომ ვიღაცებს ვეძახით ან იქით ან აქეთ რა, აი ის ძალიან კაი ტიპი, ძალიან სვეტია და ის აი ის ძალიან გოიმია. ხო და რატო? ანუ რატო? ინგლისურად როგორ არის გოიმი? მე ვფიქრობ, რომ the goim. სხვა შორის ახლა რომ ვილაპარაკოთ აი ჰოლივუდზე და რაღაცებზე, მთელი ჰოლივუდი იძახდა კარდაშიანებს, რომ რა გოიმები არიან, ხო? აი გოიმები. ეხლა არიან ჰოლივუდის ყდაზე, ეხლა მოდის მთელი სამყარო მაგათ ედრებათ და ასე შემდეგ, ეხლა ყველა თქვენჩემათი ელაპარაკება, ხო მართალია? ანუ აღარ არის ეს, რომ რაღაცა. ხა პირიქით, ძალიანაც არა გოიმები აღმოჩნდნენ. ხო და ეს რატო არის, რომ აი გოიმობიდან არ გოიმობამდე ერთი ნახტომია რა? აი გუშინ გოიმი ხარ და დღეს ანუ არ არსებობს, ხო ეს გაგება?